ვაუ, ფლორიდა, დღეს როგორ ფერადად გამოიყურები. ხო, გუშინდელი მაგიის მერე ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა. კიდევ არ მჯერა, რომ გამოგვივიდა. რატომ? ჩემში ეჭვი გეპარებოდათ? სხვები დაგვეხმარნენ. ხო, დაგვეხმარნენ და ამიტომ გუშინ მადლობა გადავუხადე. ფლორიდა, აქ რატომ ვართ? აფრთხილად იყავი, ეგ დღიური არ დაკარგო. მეხუმრებით, ამას ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს და რა თქმა უნდა, არ დავკარგავ. უბრალოდ მინდა რომ ჯასტინს პირადად გადავუხადო მადლობა. გუშინ მხოლოდ ჩემი ნომერი მივეცი და დამავიწყდა. ვაუ, ფლორიდა, რამე არ ვიცით? გოგოებო, უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჯასტინმა რომ ეს დღიური მოიპარა, რამდენი რაღაც გადაიტანა. ხო, თან თავის დას მოპარა. ხო, და აი მოდის ჯასტინი. გოგოებო, გამარჯობა, რამე ახალი ამბავი ხო არ გაქვთ? გავაკეთეთ, ჯასტინ, დღიურში ყველაფერი ეწერა. მიხარია ფლორიდა, ყველაფერი გამოგივიდა. ყველა ძალიან ვიმუშავეთ. მადლობა ძალიან დიდი ჯასტინ, შემიძლია გაკოცო თუ შენც გინდა? ღმერთო ფლორიდა, შენ თუ ჩემი კოცრა გინდა, რა თქმა უნდა შეგიძლია. გავიხედოთ, რაც გინდათ ისქენით. ვაიმე! კარგი იყო, მომეწონა შენ? უბრალოდ კოცნა იყო, სამადლობელი. კარგი ფლორიდა, იცოდე, კოსმის გამო ყველაფერში დაგეხმარები ხოლმე. კარგი, დახმარება თუ დამჭირდა, ვიცი ვისთან მივიდე. გოგოებო, დროა სკოლაში წავიდეთ. ჯასტინ, ძალიან იღბლიანი ხარ. იღბლიანი ბიჭი. ხო, ვიცი. გვენ, ეს შავი ხვრელია? გაგიჟდი? თუ დეპრესიაში ხარ? გოგოებო, ყურადღებას ვერაფერს ვერ ვაქცევ. მგონი ფლორიდა მართლა წაიკითხა ჩემი დღიური. ძალიან ცუდი, გვენ. ყველას იმედებს გვისრუებ, განსაკუთრებით მე. გვენ, რამეს გვიმალავ? გაბრიელა? მას გკითხეთ. გვენ, საკმარისია, სკოლაში წავიდეთ, ტეო მელოდება. ხო, და მე დონს შევურიგდი და კიდევ აქ რატომ ვართ? არ გესმით, ძალიან საშიშია ჩემთვის ახლა სკოლაში ყოფნა, არ ვიცი რა დამემართება. ეგ იმიტომ, რომ პირადი ნივთები კარგად უნდა დაიმალოს, განსაკუთრებით დღიური. რა მნიშვნელობა აქვს? მე მივდივარ სკოლაში, არ აქვს მნიშვნელობა რა ეწერა. რობერტისთვის სასიყვარულო ლექსი. თუ გეტყვით, დამპირდებით, რომ ისევ ჩემი მეგობრები იქნებით? აღარავინ აღარ დაგელაპარაკება ამას თუ იტყვი. კარგი, მიდი გითხარი. ხო, უკვე გვაშინებ. ვანესა, ჩემი ბრალია, მაგრამ შემიძლია აგიხსნათ. რა? ის მონადირემ გაანადგურა. ნეტავ, ეს გვენმა გააკეთა და მე დავეხმარე. გოგოებო, ხომ იცით ვანესა როგორი იყო? მისი ყველას გშურდა და ახლა როცა ვანესა აღარ არის, ყველაფერი კარგად არის. იქნებით ისევ ჩემი მეგობრები? გოგოებო, აბა, სიმართლე იცით? ემეგობრებით ისევ გვენს? რა? არ შეგვიძლია. გაბრიელა, ახლა რა უნდა გავაკეთო? სკოლისთვის გაემზადე და ისე მოვიქცევი, თვითონ არც არაფერი არ მომხდარა. ძალიან მაგარი სუნამოა. გოგოებო, შეწყვეტეთ ერთმანეთის დასუნვა. ფლორიდას რა სჭირს? სად არის? ყველაფერი კარგადაა. დღეს გვენი გამოაშკარავდება. ნეტა გვენი სად არის? მისი მეგობრები აქ არიან, მაგრამ ის არ არის. ალბათ ცუდად გრძნობთ თავს, რაღაც იგრძნო. ალბათ ღამე წრიალებ და ვერ დაიძინა. მოიცადეთ, ფიქრობთ რომ სკოლაში არ დაბრუნდება? იმედია. მაგდენი გამბედაობა ნამდვილად არ აქვს. გოგოებო, ძალიან მაგრები ვართ და ფლორიდას დიდი მადლობა. გამარჯობა ბიჭებო, არ ჩაგხვდებით? ვა, ეს უკვე კარგია. სერეტა საყვარელო, მგონი ცოტა ზონაში მოიმატე. ტეო, ტყუილებს ნუ ამბობ, პირიქით დიეტაზე ვარ, მხოლოდ კოქტეილებს ვსვავ. დონ, მიდი, ხო შევრიგდით, ახლა მაკოცე. კარგი. ამას ხედავ, ნამდვილი ოქროები ვართ. ბავშვებო, ახალი მოსწავლე გვყავს, სებასტიანი. სებასტიანი არა, პოკემონი. მაგარი ზედმეტსახელი გაქვს, მაგრამ აქ სტუდენტებისთვის სებასტიანი იქნები. კარენ, ახალი სტუდენტი გვყავს, თუ შეიძლება ჩაწერე სებასტიანი. ვაუ, მაგარი სახელია. სებასტიანი. და რამდენი წელს? 18, უკვე დასრული ვარ. მეც 18-ის ვარ. ვაუ, დავიღალი, კიდე ახალი ბიჭი მოვიდა და ეს ლუზერია. რავი, ჩემი აზრით კარგი ტიპი ჩანს, ტრაკულას ყავს. თუ ახლები გააგზელებენ გადმოსვლას შეყვარებულს ვერ ვიშოვ. ხო, სამუდამოდაზე დავრჩებით. არა, მოდი მე ამაში ნუ გაბრუნდით, თქვენაირი არ ვარ. ერთი გოგო უკვე გავიცანი აპლიკაციაში. სერიოზულად? ხო, რა თქმა უნდა, ჩემი არ გჭირა. შეგიძლია რომ ეს დამარეგისტრირო. არა, ბოდიში, კონკურენცია არ მინდა. მეგობრებო, ამ ახალ გზელთმიან ბიჭზე რას ფიქრობთ? პოკემონზე იძახით? წარმოიდგინეთ, თავის თავს პოკემონს ეძახის. ისე საინტერესოა, პოკემონს რა სუპერძაღლები შეიძლება ქონდეს. არ ვიცი, ჩემი აზრით არაფერი არ ექნება. კარგი საყვარლებო, გაკვეთილზე ახლავე. ჩვენ რა დავაშოვით? ტეო, რა გააკეთე? არაფერი, მე რა ვიცი. გოგოებო, ჩვენთან ერთად წამოყვავთ, ცოტა გვეშინი. კარგი, წავიდეთ, თუ შარში ვართ, ერთად მაინც ვიყოთ.
ამას უყურებთ ეს შეყვარებულები უკვე შარში არიან. ხო, გრეისი ნერვებაშლილია. გოგოებო, დრო მივეჩვიოთ იმ ფაქტს, რომ ისინი შარში იქნებიან, რადგან ფლორიდა ხდება ახლა. ფლორიდა გამარჯობა. ფლორიდა ის ახალი ბიჭი ყავს პოკემონი. ვა, მაგარია. მოგესალმებით ყველას, მე მაქვს გვენის დღიური და დღეს რაღაცას გაიგებთ. ხო, გაიგებთ თქვენი ძველი დედოფალი სინამდვილეში, რომ ნამდვილი ბოროტებაა. სხვადასხვა სკოლაში არ არის? ჩვენ არ გვინახავს. ელის ძალიან კარგად გამოიყურები. მადლობა ტრევის. გვენი აქ არ არის, მაგრამ მისი მეგობრები არიან. ხო, ოღონდ გრეისმა სადღაც წაიყო. გვენი არ არის, მაგრამ მისი დღიური მაქვს აქ, ეს არის ყველაზე მთავარი. გუშინ კარგად იმუშავეთ და ღირდა ნამდვილად. ვაიმე, ეს გაიგეთ, დღეს ფლორიდა რაღაცას გვეტყვის გვენის შესახებ და იმედი მაქვს, აღმოჩნდება, რომ რაღაც ტყუილია. და მე ძალიან მაინტერესებს რა არის გვენის საიდუმლო. ვა, ჯერ ჩემი პირველი დღეა, მაგრამ აქაურობა უკვე საინტერესოა. შემიძლია ყველაფერი მოგიყვე ცალკე, გინდა? კარგი, გაკვეთილების შემდეგ წავიკითხავ გვენის დღიურს ხმამაღლა. მისი მეგობრები გაგიჟდებიან, როცა გაიგებენ და თავს დაანებებენ. და ნახვამდის გვენს სამუდამოდ. გოგოებო, რაზე ლაპარაკობ? გვენზე და მის დღიურზე ვსაუბრობთ, ტრევის. ჯასტინ. რაღაც უნდა უთხრა. ტრევის აი აქ არის ამ დღიურში, ყველაფერი გოგოებმა შეძლეს. ამიტომ ტრევის ახლა ელისმა უნდა გაკოცოს. ფლორიდა. რა? ერთი სული მაქვს გაკვეთილები როდის დამთავრდება. გვენი დავამარცხეთ და უნდა აღვნიშნოთ. ხო, გვენი დავამარცხეთ. აბა მითხარით გუშინ რა მოხდა ეს რაღაც მოპარვაზე რა გავიგე? ჩვენ არაფერი მოგვიპარავს. ხო, ჩვენი ქარts ყოფილ ვართ. გამოვედით, იმიტომ რომ გვეგონა $100 დავკარგეთ. მეხუმრებით, როგორც ვიცი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო იქ. გაბრიელამ მომწერა რომ გვენს რაღაც მოპარეს და თქვენ ამის ნაწილი იყავით. გრეის ბოდიში რო გაწყვეტინებთ, მაგრამ თქვენს ფიქრობთ რომ ქუდი არ მიხდება. სერენა ასე იძახის. ტეო, მიყვარხარ შენც და შენი ქუდიც. სერიოზულად? სერენა, სიმართლე ვუთხრათ? თუ შეიძლება, ძალიან მაინტერესებს რა ხდება სინამდვილეში ჩემს ზურგს უკან. გვენის დღიური გაუჩინარდა. არა, ეს არ არის კარგი. მაგრამ ჩვენ არაფერს ვამბობთ. იმან თქოს ვინც მოიპარა. უიცა, ვინ მოიპარა? დონ, მართლა არიცი? კარგი, ამის დრო ნამდვილად არ მაქვს. ამ საუბარს შემდეგ გავაგრძელებთ. გაკვეთილები როცა დამთავრდება. ახლა ყველა გადით, თორემ მივდივართ. მივდივართ. გვენ, თავი არ შეირცხვინო, წესიერად მოიქეცი, ყველას ვეტყვით რომ მათ დაწერეს. გვენი როგორი საწოდავია? გვენი მოვიდა. ნახეთ ვინ იქცევა მამაცურად. გამარჯობა გვენ, მოგესალმებით. დღეს აქაურობას სამუდამოდ დატოვებ. ვა, და რაღაც სულად გამოიყურებ. თავს ხო კარგად გწნობ. გუის რაღაც დაემართა. გვენ, დაწყნარდი, გაბრიელა, მე მომანდე. კარგი, მიდი. გუინ შენს უნდა მოსვა და გავუვიდა. გვენ, ძალიან გაბრაზებული ვარ შენზე, ამიტომ თავი შორს დაიჭირე. ფლორიდა, დამიბრუნე ჩემი პირადი ნივთი. როდის მერე არის შენი? შენი იყო, მაგრამ ახლა ჩვენია. გვენ, საერთოდ იაზრებ რამდენი რაღაც დაგჭირდა, რომ ეს მტკიცებულება მიგვე, ხო? მოდით არ დავიცადოთ დღის ბოლომდე და სიმართლე ახლა ვერქვათ. ხო, რომ ხელი არავინ შეგუშალოს. რა სიმართლე? პოკემონ, მოდი აქ რაღაც სიმართლე უნდა ვთქვათო. ხო, სიმართლეს გავამჟღავნებთ შენ საუკეთესო მეგობარ გვენზე. აბა მზად ხართ რომ გაიგოთ სინამდვილეში რა დაემართა ვანესას და რომელმა მონადირემ გაანადგურა? დამიბრუნე! უკვე გვიანია გვენ, გირჩევნია დაჯდა სანამ გული წაგივა. ეს არის გვენის დღიური და ყველანაირი სიმართლე წერია ვანესას შესახებ და თქვენ ახლა ყველაფერს გაიგებთ. მიდი ფლორიდა, წაიკითხე. ხო, წაიკითხე. ვანესა რა შუაშია, გვენმა რამე იცის? გვენმა ყველაფერი იცის, მაგრამ შუმად იყო. კარგი, ახლა გვენი დამთავრდება და მე ვიქნები კაპიტანი. მოიცადე, სერენა, ამაზე ნუ ლაპარაკობ. გვენ, იმედი მაქვს ჩემზე არაფერი წერია, ხო? ყველაფერი წერია. მაშინ ეს დასასრულია შენთვისაც და ჩემთვისაც გვენ. იქნებ რამე სასწაული მოხდეს. რა სასწაული? კარგი, აბა დავიწყოთ. ფლორიდა, ჩქარა! გამარჯობა დღიურო, მე გვენი ვარ და მე ვარ ყველაზე მაგარი და ყველაზე ძლიერი. მოიცადეთ, სინამდვილეში ყველაზე ძლიერი არა, მაგრამ ვანესა არის ყველაზე ძლიერი. არ მჯერა, მართლა კითხულობს ჩემს დღიურს ხმამაღლა. რომელ გვერდზე წერია ვანესაზე? მესამე. ვანესა უფრო ძლიერია, საყვარელი და ჭკვიანი. ეს უსამართლობაა. ვერ გავიგე, რატომ შეიკრიბეთ? ჩემი გაკვეთილი უკვე დაიწყო.
გრეის ფლორიდა ჩემს დღიურს კითხულობს ხმამ ახლა. ეს როგორ არის სამართლიანი? ჭანდაბა გრეისი. ჯასტინ, რამე თქვი? არაფერი. დედა, ერთ წუთში მოვალთ, რაღაცას ვაკეთებთ. ერთ წუთში არა, ამ წამს. გრეის, მადლობა რომ ჩემი დღიური წაართვი. გრეის, მოგვეცი? არა. გვენ, შენ ცუდი მოსწავლე ხარ, დღიურზე კი არა, შენს ნიშნებზე უნდა ფიქრობდე. ჯანდაბა, იმედი მაქვს გრეისი გვენს არ დაუბრუნებს, ხო დღიურს? ამის უფლებას არ მივცემ. ჯანდაბა, გვენი ახლა სასწაულმა გადაარჩინა. ჯერჯერობით. ფლორიდა დაიბრუნებს დღიურს გრეისისგან და მერე ყველაფერს იტყვის. ფლორიდა ძალიან მწუხურა. მეც. გვინ, ჩემთვის რამის თქვა ხო არ გინდა? რობერტ, დაიკარგე, დაგაბიწყდა, დავშორდით. კარგი გვინ, შენი გადასაწყვეტია, მაგრამ ისე საშინელი სუნამოს სუნი აქვს. ამაღამ გრეისისგან უნდა მოვიპაროთ ეს დღიური. ხო, ამას გავაკეთებთ და უნდა დავწვათ. ჯანდაბა, დედამ ყველაფერი გააფუჭა. დედა, წითური. და ახლა რა ვქნათ გრეის მოვპაროთ დღიური? ფლორიდა, ხო, დაიბრუნე. ამაზე იმდენი ხანია ვმუშაობთ. თქვენ გგონიათ რომ დედასგან რამის აღება ადვილია? ყველაფერი ჩაკეტილი აქვს. დედასაც რაღაც საიდუმლოები აქვს ალბათ. მეგობრებო, დღეს ძალიან ახლოს ვიყავთ, ვერ ხვდები გვინს ასე რატო გავუმართლა. ეს ბედი და იღბალი არ არის, გრეისის ბრალია. და გრეისმა რომ წაიკითხოს ეს დღიური, მაშინ მიხვდება რატომაც მოვიპარეთ. გოგოებო, მაპატიეთ, იმედები გაგიცრუეთ. ფლორიდა, შენი ბრალი არ არის, დედას ბრალია. პირველ რიგში დედას ნუაბრალებთ, თქვენ გურდებო. გრეის, ჯასტინი იყო მოიპარა. მე უბრალოდ ავიღე, არ მომიპარია, გვინი ჩემი და არის. დედა, დაგვიბრუნე დღიური და უფლება მოგვეცი დავამთავროთ, რაც დავიწყეთ. დედა, არ გესმის, იმ ხელა რაღაც ჩაგუშალე ახლა. ფლორიდა, ჯერ ერთი მინდა რომ ეს ბიჭი შენი ოთახიდან და ჩვენი სახლიდან წავიდეს. მასთან ერთად აღარასდროს აღარ იქნები. დედა, შენ მე ვერ მეტყვი, ვისთან ვიყო და ვისთან არა. გვენის დღიური წავიკითხე, შენი საქმე არ არის და ამიტომ თავი უნდა დაანებო. ჯანდაბა, მართლა წაიკითხა გვენის დღიური. დედა, მე ვერ მიხვდი გვენმა გაანადგურა ვანესა. და ვცდილობდით რომ მთელი სკოლისთვის ეს სიმართლე გვეთქვა. დედა, შენ ყველაფერი გააფუჭე. ჟღალთმიანო. რა არის სასაცილო? არაფერი. დედა, ჩემო საყვარელო, ხუჭუჭა, ულამაზესო დედიკო, გთხოვ, დამიბრუნე დღიური. არა, არ მინდა რომ ჩემს ქალიშვილებს პრობლემები შეექმნათ ამის გამო. ძილნებისა და ეს ბიჭი აქედან უნდა წავიდეს. კარგი ფლორიდა, მე წავალ. ჯასტინ, არა, დარჩი, დედა უბრალოდ ზედმეტებში გადავიდა. კარგი, ფლორიდა, ხვალ გნახავთ. გთხოვ, დაიბრუნე გვენის დღიური გრეისისგან. ვეცდებით. ხო, მგონი, დავკარგეთ. ამის გჯერათ, ჯერ გვიწევდა რომ გვენისგან მოგვეპარა ეს დღიური და შემდეგ ჩვენი საკუთარი დედისგან. კარგი. ძვირფასო დღიურო. დღე 22. დღეს თითქმის გვენის საიდუმლო გავუმხილე ყველას, მაგრამ დედამ წამართვა ეს გვენის დღიური და ახლა მას უნდა მოვპაროთ. არ ვიცი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. გოგოებო, სამწუხარო თამაში ვერ დაგეხმარებით. მე გრეისისგან ვერ მოვიპარო. ახლა ეს ჩვენით უნდა მოვაგვაროთ დედასთან. დედა გვაპატიე. კარგი, დროა დავიძინოთ. საშინლად უგრძნობ თავს.